გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. წინა ვიდეოებში გავიარეთ ტრეიდინგის საწყისების შესწავლა, ეპიზოდი ნომერი 1, სადაც ძირითადებზე ვისაუბრეთ, რა იყო, როგორ იყო, რაზე შეგვეძლო ვაჭრობა. მეორე ეპიზოდში გავიარეთ თვითონ პლატფორმა რა იყო, როგორ გამოგვეყენებინა, ასევე სანთლები როგორ მოძრაობდა, გახსნა, დახურვა, ჰაი, მინიმუმი, მაქსიმუმი. ხო, და ამ ყველაფრის მერე იმედია გაგიჩნდებოდათ შეკითხვა, უბრალოდ მაინც რომ აი ამ სანთლებს კი ვხედავ რა, მაგრამ რატომ მოძრაობს ეს სანთლები ზემოთ, ქვემოთ, როგორც მოძრაობს რა და ამ ვიდეოში ზუსტად მაგას განვიხილავთ, რომ რატომ მოძრაობს სანთლები, რა მიზეზი აქვს რომ ავიდეს ან ჩამოვიდეს ქვემოთ. ბაზარზე არსებობს მხოლოდ ორი მიზეზი, რატომაც მარკეტი მოძრაობს. პირველი არის liquidity, იგივე ფული და მეორე არის იმბალანსი და ამ ყველაფერს აგიხსნით, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს ავხსნი, კომენტარებში იყო დაწერილი კომენტარი, ანუ ერთმა ბიჭმა მითხრა დამიწერა, რომ ამ ხელა ვიდეოების გადაღებას ფიქრობო რა, აი სიტის ვიდეოები გულისხმა და არაო რა, მომგებიანიოთ რავი, როგორც თქვა, აღარ მახსოვს კარგად. უბრალოდ მე იმისთვის არ ვაკეთებ, რომ ვიღაცამ აი რაღაც ნახოს და იმით YouTube-დან ფული ვიშოვო რა. მე უფრო ვაკეთებ ქართველი კომუნიტისთვის და როგორც გინდათ, თუ გინდათ დაასაბსკრაიბეთ, თუ გინდათ დაასაბსკრაიბეთ, ამას არ მაინტერესებს, გინდა ალაიქეთ, გინდა რა, გინდა გამოიწერეთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ჩემი კეთილი სურვილი, რომ გადავიღო ეს ვიდეოები და თუ შემეძლია, აი რამით რომ დაგეხმაროთ და წინ წარწიოთ, ამიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს რა და რა ვიცი, დავიწყებ უკვე ამ ვიდეოს, მგონი ამ ჩემი სათქმელი თქვი ამ ყველაფრით და დავიწყოთ შემდეგი ვიდეო, ავხსნი მიზეს, ორ მიზეს რატომ მოძრაობს ბაზარი, ცოტა დიდი ხანი იქნება ეს ვიდეო, რავი, დაახლოებით 1 საათიანი იქნება, ეგრევე ვფიქრობ. და მალე რომ მოვასწროთ, დავიწყოთ. ორადორი მიზეზი არსებობს, რატომაც მარკეტი მოძრაობს. პირველი არის liquidity, მეორე არის იმბალანსები და ეხლა დავიწყოთ აი ესე იწერება liquidity და იმბალანსი. ეხლა მოდი დავიწყოთ liquidity-ების ახსნა, ან ზოგადად რა არის liquidity, სად გროვდება, როგორ გროვდება, რატო გროვდება, ну, ყველაფერს ავხსნი. და ერთადერთი თავიდან როგორც უნდა დავიწყოთ ეხლა liquidity-ების ახსნა რა. მარტივი ხერხი უფრო ასე არის, მე ეგრევე ვფიქრობ, რომ დავიწყოთ ავხსნათ თუ რა არის swing high და swing low რა. swing high არის სამ სანთელს შორის უმაღლესი სანთელი. და რას გულისხმობ? აი ნახეთ. მაგალითად აი ეს თავი, აი მაუსის თავი სადაც ამაქვს. რატო? იმიტომ რომ ერთი სანთელი მარცხენა მხარეს, აი ეს სანთელი შუაში არის უმაღლესი და ეს არის კიდე მაგის დაბლა, ხო? ანუ ამ სანთელს და ამ სანთელს შორის უმაღლესი არის swing high, ხო? ну დავაწეროთ ამას ტექსტი swing high. ფერით შევუცვალოთ, არ მომწონს რაღაც ეს ვერ შავი იყოს. შავი და ეს ოსით. ამაზე ცოტა გართულება მაქვს ფერებზე. ეს არის swing high და აქ გროვდება ფული რა. და რატო გროვდება ფული? მაგალითად, ეხა ეგ რო ავხსნა. იმიტომ რომ როდესაც ვიღაცა ვაჭრობს, ჩვენნაირად მაგალითად ვიღაც შემოვიდა, ხო? და ვაჭრობს მაგალითად და აი stop loss-ის დაყენება როცა უნდა, აი თავის ზარალის დაყენება, მაგ ზარალს აყენებს აი ამ სანთელზე. და აქედან გამომდინარე, მაგალითად შევედი ვაჭრობაში რა და ვიცი რომ ბაზარს ასაღები აქვს, აი ძირის ქვემოთ რაღაცა, აი ეს low. იმიტომ რომ აქაც რა არის, ეს არის swing low
მოდი ამასაც დავაწეროთ swing low. Swing low. ანუ როგორც თქვით, სამ სანთელს შორის უმაღლესი არის swing high და სამ სანთელს შორის უდაბლესი, ანუ მარცხენა სანთელი, შუა სანთელი და მარჯვენა. აქედან უდაბლესი რომელია? აი ამის ძირი, ხო? აი აქაც თუ გინდათ ესეც რო ავიღოთ მაგალითი უბრალოდ. აი swing low მაგალითად პირველი სანთელი, მეორე სანთელი, მესამე სანთელი, ხო? ამ სამ სანთელს შორის უდაბლესი არის swing low, ხო? ეხლა წავშლი ეს არ გჭირდება, უბრალოდ განვიხილოთ, რომ ფულები როგორ გროვდება, რატო გროვდება, ისევ იმას დავუბრუნდეთ. აი ნახეთ, მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს ბაზარი და ჩემი ზარალის გაჩერება დავაყენე აი ამ თავზე, ხო? ტრეიდერების უმეტესობა რა ესე აყენებს ხოლმე. თავის სტოპების გაჩერებას აი ამ თავებზე, ხო? და რა შვება ეხლა ბაზარი რა? დაიწყო ქვემოთ მოძრაობა მაგალითად და ანუ რატო მოძრაობს? ფული რადგან აი აქ იყო swing high-ზე დაგროვებული, ნახეთ ბაზარმა რა ქნა. მიზიდულია რომ აი ეს ფული აიღოს swing high მაგალითად. დაიწყო მოძრაობა, წავიდა და ვის გამო იმოძრავა? ფულის გამო, ხო? ავიდა ფული მოხსნა და მე კიდე ქვემოთ ჩამოვარდა. აი მე ქვემოთ რო ჩამოვარდა, ნახეთ რა აიღო? აი აქ რა ფულიც იყო, ხო? მაგალითად swing low-ზე რა ფულიც იყო, ჩამოვიდა და ის swing low აიღო. იმიტომ რომ ბაზარს ამოძრავებს ფული და ეს როგორი ფულია? ისეთი ფული, აი მაგალითად ვინც ტრეიდში შევიდა. ბაზარი ისე მოძრაობს, რომ ყველა ტრეიდერი დატოვოს ზარალში. ბაზარს კიდე ალგორითმი ამოძრავებს. ამ ალგორითმს კიდე ამოძრავებს ბანკი, საერთაშორისო ბანკები აწვდიან ფულს ალგორითმს რომ ამოძრავონ და ძირითადად აი ეს swing high-ები და swing low-ები არის მანიპულირების მსხვერპლი high-ები და low-ები, იმიტომ რომ მე თუ აი აქ გავყიდე, ხო, აი აქ თუ ვიყავი მონაწილე, რომ აი ვფიქრობდი ქვემოთ ჩამოვიდოდა და ამას აიღებდა. ბაზარი ნახეთ რა შვება, ჯერ swing high-ს, ანუ ჩემ პოზიციას აიღებს, ანუ სადაც stop loss-ი მქონდა, აი აქ ამოვიდოდა ბაზარი, შეეხო თუ არა, ამის ზემოთ ავიდა თუ არა. აი წავაგებდი აქ და მაგის მერე დაიწყო ქვემოთ ჩამოსვლა, ხედავთ? და მერე აიღო აი ეს swing low. ამიტომ ბაზარზე დიდი დაკვირვება გინდათ ხოლმე, რომ სად არის swing high და swing low, სად არის ფული, იმიტომ რომ ზოგადად ბაზარზე ჩვენ რა რის დანახვაც შეგვიძლია, ის არის რომ სად არის ფული, რომ სად უნდათ რომ წავიდნენ ბაზრები, ან თქვენ არ უნდა იფიქროთ, თქვენ უნდა იმსჯელოთ იმ ლოგიკით, რომ რა უნდათ ბანკებს რა, თქვენ რა გაინტერესებს, აი არაფერ შუაში არაა რა ბაზართან, იმიტომ რომ არავინ არ ახართ ბაზარზე. ბაზარს ამოძრავებენ ბანკები და თქვენ უნდა გაყვეთ ბანკების მოძრაობას. ჩათვალით რომ არავინ არ ხართ ბაზარზე და დიდი მოთამაშეების ნაბიჯებს უნდა გაყვეთ რა. ეს არის ყველაზე მარტივი ლოგიკა, როგორც შემიძლია ახსნა ეს swing high და swing low, კიდე ერთხელ რომ გავიგოთ რა არის swing high და swing low, არის ისეთი წერტი, ანუ liquidity-ია, liquidity-ის ერთ-ერთი სახეობა. არის ისეთი სანთელი, მაგალითად swing low არის ისეთი სანთელი, რომელიც არის სამ სანთელს შორის უდაბლესი, ხო? აი ერთი სანთელი, მეორე სანთელი, მესამე სანთელი. აი აქ. ეს არის swing low, ხო? მაგალითად swing high სად იქნება? აი ეს არის swing high. ასევე swing low-ზე და swing high-ზე რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ თვითონ აი სიტიც იძახის. ან ვინ შექმნა ეს swing low და swing high, რასაც ამბობს. იძახის, რომ ან swing low და swing high რო შეიქმნას, მხოლოდ სამი სანთელია საჭირო. მაგ ვიდეოში, როდესაც მე ვსწავლობდი და შეიძახდა, რომ ფრაქტალი არსებობს, ასეთი ვიღაცა, ვინც შექმნა ფრაქტალი და რო გაიგო მიმართულებაო რა, ფრაქტალს სჭირდება 5 სანთელი და აი სიტი იძახის, რომ 5 სანთელი არ არის საჭირო, ჩვენ უბრალოდ აი ეს სამი სანთელი აქ რაც გვაქვს, swing high და swing low უკვე გვეუბნება აი ეს მესამე სანთელი რო ქვემოთ დაიხურა და არა ამ თავის ზემოთ, ეს მესამე სანთელი უკვე გვეუბნება, რომ ამის შემდეგ რამოდენიმე სანთელი უნდა იყოს ქვემოთ დაღმავალი.
swing low და swing high, აი ამაში გვეხმარება ხოლმე ხანდახან ვიყენე დღიური მოძრაობის დასადგენად, მაგალითად დღე იქნება აღმავალი თუ დაღმავალი და ამას მე კიდე განვიხილავ. უბრალოდ მაინც ჩავატიე. ეხლა განვიხილოთ equal high და equal low რა არის. წავშლი მოდით ამებს. equal high და equal low არის ისეთი high-ები და low-ები, რომელიც თანაბარია და რას გულისხმობ თანაბარში? აი იდეალურად თანაბარი უნდა იყოს. შეიძლება იდეალურად არ იყოს, მაგებს ქვია relative equal high და equal low. მაგრამ მოდით ნახოთ მარკეტზე მაგალითი ისეთი, სადაც ბაზარი იღებს მაგ high-ებს და low-ებს. აი მოდით ავიღოთ აი ესეთი რაღაც. ხო და მეგობრებო, equal low ავხსნათ რა. equal low არის ორი თანაბარი low. შეხედეთ რას გულისხმობ. ისეთი swing low-ები, სადაც თითქმის თანაბარია. ნუ თითქმის თანაბარ low-ებს, აი როგორც აქ არის, შეხედეთ, აი ოდნავ პატარა სივრცე არის. ამებს ეძახიან relative equal low-ებს, ან თითქმის თანაბარი low-ები, მაგრამ თუ კი აი ეს სივრცეც ამოვსებული იქნებოდა და ზუსტად ამისწოლი იქნებოდა, ეს იქნებოდა equal low. და ამის ლოგიკა ის არის, რომ ბაზარი არის ბევრად მიზიდული, რომ აიღოს ესეთი ფასები. იმიტომ რომ თქვენ ხო გასწავლით, რომ ანუ swing low-ზე გროვდება ფული, თუ აქ მაგალითად ვიღაცა შევიდა და დატოვა ფული, ხო? აი აქაც დატოვა ფული და ანუ თუ აქ ერთი ფული დევს მაგალითად და მეორეც დაემატა, ბაზრისთვის ორმაგად მიზიდული იქნება, მიხვდით? იმიტომ რომ ბაზარი დადის რეალურად ფულის ასაღებად, ხო? ზემოთ და ქვემოთ დადის მაგის გამო, რომ აიღოს ფულები, აკრიფოს. ბაზრისთვის ფული არის როგორც საწვავი. და ამ equal low-ებს და equal high-ებს მაგის გამო იყენებს. ანუ რომ ფული აიღოს და всё, მეტი არაფერი არ აინტერესებს. ეს არის equal low და equal high-ის მუღამი, მეტი არაფერი. ეხლა მოდი ავხსნათ low resistance liquidity და high resistance liquidity რა არის, როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. და რავი, მოდი ნახოთ, რომ დავაკვირდეთ. აი მაგალითად low resistance liquidity რა არის? ჩვენ ხო გავიგეთ, რომ swing high-ზე და swing low-ზე გროვდებოდა ფულები და მოდი მოვინიშნოთ swing low-ები და აქედან გამომდინარე გავიგოთ რა არის low resistance liquidity. ეხლა მოვნიშნავ swing low-ებს და კარგად დავაკვირდეთ, ნახოთ რა შვება. swing low growth. კიდე მოვინიშნოთ ეს swing low-ები. ესეც როგორ ახლოს არის. აი ნახეთ რამდენი swing low-ა. აქ swing low-ა ესეთ და low resistance liquidity რა არის? შეხედეთ, აი ამ low-ებზე რაც მოვინიშნე, ხო? აი აქ დევს ფულები, რაც ბაზარს არ აუღია და აღებაში რას გულისხმობ? აი აღება ნიშნავს, რომ აი ეს ფული თუ არის, ხო, აი აქ დაგროვებული, მაშინ რო აიღო ბაზარს, აი აქედან ეს სანთელი ქვემოთ აქ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მან არ ჩამოვიდა და შეხედეთ ბაზარმა რა გააკეთა. აი ამ lows, ამ swing lows არიღებს აი ეს. ხო? აი ამ lows არიღებს აი ეს. და აქედან გამომდინარე ეს ნელ-ნელა გროვდება, აი როგორც კიბეების საფეხურები ისე არის ჩალაგებული, შეხედეთ. აი ამ lows არიღებს ეს, ამას ეს, ამას ეს, ამას ეს არიღებს და აქედან გამომდინარე ეს ფულები გროვდება, ხო? ბაზარზე და ეს ფულები როდესაც დაგროვდება, შემდეგ ბაზრის შემქმნელს, ბანკებს მოუნდებათ, რომ აი ეს დაგროვებული ფული აი ძალიან ძლიერად აიღო და მოდი ნახოთ როგორ აიღო ბაზარმა.
აი შეხედეთ როგორი მოძრაობა აქვს ბაზარს. ადის ნელა ხო? აი 1-2 სანთელი აქვს ცოტა დიდი, მაგრამ ზოგადად ბაზარი მოძრაობს ძალიან ნელა, აგროვებს ამ ფულებს, ხო? მოდი გამოვწიოთ და შევხედოთ უბრალოდ როგორ იღებს ამის შემდეგ ბაზარი. ან ქარა აიღებს თუ როგორ აიღებს, ხო? აი შეხედეთ, აი ახლა ბოლომდე სამხაზო. აი ახლა დავაკვირდეთ, ნახეთ ბაზარი როგორი ჩქარი სანთლით იღებს ამ დაგროვებულ ფულებს, ხო? აი რა 5-6 სანთლით აიღო ბაზარმა, შეხედეთ ამდენი დაგროვებული და ნახეთ რამხელა სანთლებია, ხო? ეს არის liquidity void-ები, რავი. ანუ ასე ძალიან დიდი მოძრაობა რაც არის, ამას ეძახიან ხოლმე liquidity void-ებს, აი დიდ fair value gap-ებს რო იტოვებს. და ყველაფერი ანუ ამის მუღამი ის არის, რომ იმდენი ფული დააგროვა ბაზარმა და დააგენერირა, რომ შემდეგში ბაზრის შემქმნელს, მარკეტმეიკერს, ვინცაა ხო, დიდ მოთამაშეებს მოუნდათ, რომ აი ეს ფულები აეხვიტათ რა და აეკრიფათ. იხდით? ეს არის low resistance liquidity და low resistance ზოგადად რატო ქვია? იმიტომ რომ low resistance ნიშნავს დაბალი წინააღმდეგობა. ანუ დაბალი წინააღმდეგობა რასთან შედარებით? ფასთან, ხო? რატო არ არის წინააღმდეგობა? იმიტომ რომ უნდათ რომ აი ეს ფულები აიღონ, ხო? მე რო ახლა მაგალითად ვიყო ბაზრის შემქმნელი და ამ ფულების აღება მომინდეს, რა წინააღმდეგობაც არ უნდა დავხდეს, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება რომ ეს ფულები ავკრიფო და ანუ არ მოახდენებ გავლენას არაფერს, რომ აი შემეწინააღმდეგოს, მიხვდით? და აქედან გამომდინარე, რომ ფულისკენ აღება უნდა და მარკეტმეიკერს რა ქნა? მარკეტმეიკერმა ეგრევე დიდი სანთლებით აიღო და შეხედეთ რა შევა მე ჩერდება, ნახეთ ფასი როგორ შენელდა. ანუ თავის საქმე გააკეთა და ამის შემდეგ აღარ უქმნია ეს რაღაც დიდი უაზრო მოძრაობები აღარ გაუკეთებია, ხო? ეს არის low resistance, ანუ დაბალი წინააღმდეგობის მქონე კონდიცია, ეს სადაც ფულები გროვდება და აი ამას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ ხოლმე. ეს იყო low resistance liquidity, ეხა ახსნათ, მოდი high resistance liquidity რა არის? ავი გადავხედოთ, აბა ბაზარზე სად გვაქვს high resistance liquidity, ხო? აი მაგალითად აქაცაა high resistance, თუ დავხაზოთ რომ უფრო მარტივი გასაგები იყოს. low resistance როგორც გავიგეთ, არის დაახლოებით ესეთი რაღაცა, ხო, აი კიბეების საფეხურივით რო გროვდება ასე და შემდეგში დიდი იმპულსური სანთლით იღებს ბაზარი, იმიტომ რომ აი აქ რა, რაც კეთდება, დაგროვებული არის ფულები, ხო? და ბაზრის შემქმნელს უნდა რომ ყოველთვის აიღოს ფული და მერე გააკეთოს რამ მოძრაობა, რაც რავი თვითონ მოუნდება. და ეს არის low resistance იქიდან გამომდინარე, რომ ფულის აღება რომ წინააღმდეგობა ზემოთ არ ხდება, მაგრამ high resistance-ის შემთხვევაში შეხედეთ როგორი მოძრაობა იწყება იმპულსური მოძრაობა, მაგრამ ამ იმპულსურ მოძრაობაში არ კეთდება ისეთი swing high, სადაც ფული დაგროვდება. შეხედეთ, აი აქ swing high გაკეთდა სადმე, აი როგორც აქ არის, არ გაკეთებულა. აი აქაც არ გაკეთებულა. ხო, არცად არ გაკეთებულა ეს swing high და აქედან გამომდინარე, რომ ბაზარი გეუბნებათ, რომ აი აქ ზემოთ რატო უნდა ავიდე? იქ ფული არა, არაფერი არა, ანუ ჩემი მიზანი არაა, რომ ზემოთ ავიდე, იმიტომ რომ ფული არა. მიხვდით, აი აქ მაგალითად ფული იყო და აქ ავალ, იმიტომ რომ არ აქვს წინააღმდეგობა ბაზარს, იქიდან გამომდინარე, რომ ფული აქვს ასაღები, მაგრამ თუ კი აი ისეთი დიდი მოძრაობა იყო შექმნილი, რომ არ დაგვიტოვა მაგალითად ისეთი swing high, რაც აქ აგვაქვს, ბაზარს იქ აღარაფერი აღარ ესაქმება, ხო? და ბაზარი რას აკეთებს მერე? აქ ავიდა უკვე გაუჭირდა მოძრაობა, აი ძალიან ძნელად ადის ხოლმე ზოგადად, აი პატარ-პატარა სანთლებით ადის ხოლმე, აი ზემოთ. და უჭირს რომ აი ეს გადალახოს, თუ ეს დიდი სანთელი ჩამოვარდა, აი აქ აი ეს შეიძლება 5-6 სანთელი იყოს აქ ჩამოვარდნი ძალიან დიდი. ხო, მაგრამ ზემოთ ასვლა შეიძლება 20-30 სანთელი დახარჯოს.
ანუ იმდენი დრო გადის, მიხვდით? და ანუ ეს ორი კონდიცია და მარტივი სატრეიდო ყოველთვის არის low resistance ლოგიკა ის არის რომ ხედავთ ფული სადაა და ბაზარს საითკენ მოუნდება წასვლა, მაგრამ high resistance-ის პირობებში ცოტა რთული არის ტრეიდი იქიდან გამომდინარე რომ არ ვიცით ბაზარი როდის დაიწყებს მოძრაობას და ფული რო არაა დაგროვებული როგორც ესე ვერ ხვდებით და აქედან გამომდინარე ცოტა სარისკოა აქ ვაჭრობა ხოლმე და გირჩევთ რომ სანამ ნათელი არ იქნება რა მიმართულება იქამდე არ ივაჭროთ ხოლმე. ეხლა მოდით low resistance მაგალითი განვიხილეთ და high resistance მაგალითი აქვე გვაქვს მაგალითად ავიღოთ აი ეს მოძრაობა როგორც ვიხარით ეს და high resistance რატოა? იმიტომ რომ აი ამ დიდ მოძრაობაში ქვემოთ რაც ჩამოვარდა ხო? არ გაუკეთებია swing high ან swing low. ანუ სამ სანთელს შორის უმაღლესი ან უდაბლესი. ანუ რეალურად სტრუქტურა არის ზუსტად ესე ჩამოვარდა დიდი სანთლით, მაგრამ არ გაუკეთებია ხო ის swing high და swing low რაც ხო? და შეხედეთ მართლაც ფას როგორ უჭირს გადალახვა რა. აი როგორც ჩამოვარდა ისე მიდის ფასი? არა. მიდის ნელი ძალიან შენელებული პატარა სანთლები, ხო? და აქედან გამომდინარე უკვე ხვდებით რომ ბაზარს უჭირს გადასვლა და ეს არის high resistance ან მაღალი წინააღმდეგობის მქონე კონდიცია. და აქ არ გირჩევთ ხოლმე ვაჭრობას, ჯობია რომ ივაჭროთ ისეთ ადგილას, სადაც მიმართულება უკვე გადაწყვეტილია და ნათლად ჩანს. ეს იყო liquidity-ის რა მე რამდენი იყოს მეოთხე სახეობა თუ არა მესამე სახეობა იყო რაც ახსენე პირველი იყო swing low და swing high equal low relative equal high equal low კიდე იყო low resistance liquidity და high resistance liquidity ეხლა მოდით ახსნათ კიდე საინტერესო რაღაცა liquidity hunt-ი მაგალითად რა არის liquidity hunt-ი ხო ან ეს ნიშნავს ნუ ზოგი ეძახის კიდე liquidity runs და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მოდი აი ამის მაგალითი ავიღოთ, მაგრამ რაღაც დაფაზულია. ხო? და რა არის? აი შეხედეთ ბაზარი ყოველთვის მოძრაობს ფულის გამო და იმბალანსის გამო, მაგრამ ბაზრის შემქმნელი შეხედეთ ფულზე რომ მიდის ფულს აიღებს თუ არა, მაგის მერე ტრიალდება უკან. შეხედეთ აი აქ ხო ფულები იყო დაგროვებული. შეხედეთ 1 2 swing low 3 4 იყო. აი ამებს აიღებს და მერე ტრიალდება და მიდის ზემოთ ამ ქვემოთ, ნუ სადაც უნდა ეხა იქ მიდის ხო. აი აქაც რო დავაკვირდეთ, შეხედეთ swing high-ა ხო? აიღებს მიდის ქვემოთ. აი ყოველთვის ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე რა ბაზარზე. ჯერ იღებს ამ ლიკვიდობებს, რაც დაგროვებულია და მერე მიდის. რავი, რამე კაი მაგალითი თუ გვაქვს ის რომ ნახოთ. ნუ ესე შეიძლება აი ხო ლიკვიდობა იყო დაგროვებული. ნახეთ, ანუ აქ რა მოხდა? აი შეხედეთ როგორ აიღო. ამას ქვია liquidity switch-ი, ზოგი ეძახის, რავი, liquidity hunt-ი, liquidity run-ი, ან ლიკვიდობის გასვლა ხდება, ნუ run-ი უფრო არის დიდი სანთლებით და იმპულსური სანთლებით რო გადავა, მაგრამ აი ამას რა თქვია, როგორ შეიძლება დაუძახოთ, ეს არის ლიკვიდობის გასვლა. ანუ აქ თუ იყო ლიკვიდობა და ვიღაცა იყო მაგალითად long-ში, შეხედეთ ან მაგალითად მე ვიყავი long-ში აქედან, ხო და ვფიქრობდი, რომ აი ძალიან ზემოთ წავიდო და ჩემი სტოპი იქნებოდა აი აქ, swing low-ზე და სადღაც ზემოთ ქონდა target-ი რომ მომეცნა, მაგრამ ბაზრის შემქმნელი ნახეთ რა შევა ჩამოვიდა. აი ეს ადგილი აიღო და აიღო თუ არა ატრიალდა ეგრევე ფასი ზემოთ და შეხედეთ ტრენდი როგორ შეიცვალა დაღმავალიდან გადავიდა აღმავალში, ხო? აი ესეთ რაღაცებს ხშირად შვება ხოლმე ბაზარი. აი თუნდაც აი ეს ავიღოთ, შეხედეთ. აქ ხო ლიკვიდობა იყო დაგროვებული. აიღო, დატრიალდა ქვემოთ წამოვიდა. ყოველთვის აი ძალიან ხშირ შემთხვევაში შვება ხოლმე ესეთ რაღაცებს ბაზარი.
უბრალოდ გინდათ კარგი დაკვირვება, გამოცდილება, ხო? და ეს უბრალოდ დროის ამბავია ამ ყველაფერს გაიგებთ. ასევე მინდა რომ გითხრათ liquidity sweep-ი კიდე რა არის? ანუ ეს liquidity sweep-ი ხდება ხშირად ხოლმე ვიქებით, ანუ ეხლა ნახეთ აი ეს რაცა ვიქი აყენებს ზარალს ვის აყენებს? ვიქი აყენებს ზარალს აი ამათ, ვინც ლონგში იყო, მაგალითად მე რომ ვიყავი ლონგში, პოზიციიდან ჩამხსნა, რადგან ჩამოვიდა ქვემოთ, აი შეხედეთ, ხო ვიყავი ლონგში. ანუ გამომიყვანა აი ამან ჩემი პოზიციიდან და მაგის მერე დაიწყო ზემოთ მოძრაობა. ხედავთ? ანუ წამართვა ფული, ჩავხსნა პოზიციიდან და დაიწყო ზემოთ მოძრაობა. და აი შეხედეთ მართლაც აი ამ ხილაზე გაილონგა, ხო? ძალიან მარტივი გასაგებია უბრალოდ და კიდე აი ისი კი რასაც იძახის, ნახეთ, ანუ ვიქი აყენებს ზარალს და ტანი, ანუ ბადი გვეუბნება მიმართულებასო რა, ეგრე იძახის. ანუ ვიქი ამათ ზარალს აყენებს და ბადით ზემოთ რომ მიდის უკვე გვეუბნება რომ იქითკენ არის უკვე ზემოთ არის მიმართული, ხო? ყოველთვის დაიმახსოვროთ ეგ რომ ანუ ვიქით ყოველთვის მიაყენებს ზარალს, ან ტანით ქვემოთ რომ დახურულიყო, შეიძლება არ მეფიქრა რომ აი აქ წაართვეს, მაგალითად შეიძლება კიდე ქვემოთ ჩამოსულიყო. აი ტანით ქვემოთ რომ დახურულიყო, აი ეს სანთელი მაგალითად ესე. შეხედეთ? აი ესე ძლიერი სანთით რომ დახურულიყო ქვემოთ, ხო? ვიფიქრებდი რომ აი ეს liquidity sweep-ი არისო, ანუ იმისთვის არაუღიათ რომ ზემოთ ატრიალდეს და საწავი არაუღია. ვიფიქრებდი რომ კიდე ქვემოთ უნდა ბაზარს ჩამოსვლა და აი მაგალითად სამიზნედ აი ესა აქვს. მიხვდით? ტანით რომ დახურულიყო ქვემოთ, მაგრამ რადგან მიხურება ესეთი ვიქით და ზემოთ მიდის, უკვე მე მეუბნება რომ აი აქედან ჩვენ ვართ უკვე ლონგი, იმიტომ რომ აი ამათ წავართვით ფულები ზარალი მივაყენეთ და უკვე გზად ვართ რომ ზემოთ წავიდეთ. ეს იყო liquidity sweep-ი, რავი, გინდ ჰანთი დაარქვით, გინდ რანი, რაც გინდათ ისთვის, უბრალოდ ეს ლოგიკა დაიმახსოვრეთ, რომ როგორ მოძრაობს და როგორ ანუ ნადირობენ თუ რავი დასაჩვევიან ბანკები, რომ ართმევენ ხალხს ფულს პოზიციებიდან გამოყავს ხალხი და მერე რევერსდება ბაზარი. ეს იყო liquidity-ის შესახებ ყველაფერი, რაც მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის. წესით ან ჯერ მარტივი არც იქნება თქვენთვის რომ გაიგოთ. მე გირჩევთ რომ ამ ვიდეოს რომ მორჩებით, გადახვიდეთ ეს ყველაფერი რაც ახსენი, გადაიტანოთ და ხო კიდე სანამ დამავიწყდა რომ გითხრათ swing high და swing lows ტრეიდერები აი მაგალითად swing high-ს მოვნიშნავ. ანუ ვინც ტრეიდობს, ხალხი იყენებს ასეთ იმას, რომ აი swing high-ს ქვია buy side liquidity, ანუ ყიდვის მხარის liquidity, ყიდვის მხარეზე რაც არის ფული დაგროვებული და ქვედას რაც swing low არის, ხო, ამას ქვია sell side liquidity, ნახეთ? აი ეს არის sell side liquidity, ანუ ყიდვის მხარის ლიკვიდობა და გაყიდვის მხარის ლიკვიდობა რაცა დაგროვებული. ანუ ეს ტერმინებია უბრალოდ რასაც ტრეიდერები იყენებენ ხოლმე, რომ თუ ვინმე გეტყვის რომ აი მაგალითად sell side-ს რას ატარგეტება რაღაც sell side და buy side ესენია რა, swing high და swing low, ან შეიძლება equal high და low იყოს, ან ლიკვიდობის სახეობებს აწერენ ამას, რომ ეს არის მაგალითად ყიდვის მხარეზე ლიკვიდობა, ეს არის გაყიდვის მხარეს ლიკვიდობა და ამ იმან არ დაგაბნიოთ, რომ აი ესეთ სიტყვას იხმარენ, აუ sell side რა. ეგ არის ლიკვიდობა უბრალოდ. ხო, ეხლა ეს იყო ლიკვიდობა, რა გავიარეთ უბრალოდ ჩამოთვალოთ, გავაისახნათ, გადავხედოთ კიდე, ანუ განვიხილეთ. swing high და low, ხო? low. მეორე იყო equal high და low. მესამე იყო high და
low resistantი ხო ტანკია მგონი ეს როგორი წერება კი არის ანუ მაღალი და დაბალი წინააღმდეგობის კონდიციებია ორივე ლიკვიდობები ანუ კიდე გავიარეთ მეოთხე ლიპი ხო და კიდე გავიარეთ ეს რა რაც ხდება ან ლიკვიდობას რაც ნავიცოდეთ ანუ არსებობს ლიკვიდობის სამი სახეობა და ლიკვიდობებზე როგორ ახდენენ манипуляციას ან liquidity sweep-ი რაც ხდება wiki-თ რაც ზარალს აყენებენ მაგალითად ეგ იყო კიდე განხილული ამ ვინაში ხო ვიდეოში რომ რაც თავარია რა რომ ხედვა ჩამოგიყალიბდეთ მარკეტზე აი ესენი იყო ლიკვიდობის სახეობა რაც ბაზარს ამოძრავებს და ეხლა მოდი ახსნათ მეორე სახეობა არის უკვე იმბალანსი ამას წავშლი და განვიხილოთ იმბალანსების სახეობა. იმბალანსის ხუთი სახეობა არსებობს, მეგობრებო. ჩამოვწეროთ ახლა რევია, ეს არის fair value gap-ი, inversion fair value gap-ი, BPR ან balance price range, volume imbalance-ი, new week open gap-ი და new day open gap-ი. აი ესენია ძირითადი იმბალანსები, ხო? ეხლა დავიწყოთ ამეების ახსნა. რა არის fair value gap-ი? მოიცადეთ ორთი? იწერს. რა არის fair value gap-ი? fair value gap-ი არის, მეგობრებო, სამ სანთელს შორის სიცარიელი. და რას გულისხმობ ამაში, ხო? მოდი ამერში. დავხაზ წავშლი ყველაფერს, რომ მარტივი გასაგები იყოს და აი მოდი განვიხილოთ მაგალითად ეს. რა არის fair value gap-ი? fair value gap-ი არის სამ სანთელს შორის სიცარიელი რა და როგორ ინიშნება? ან ნახეთ 1 სანთელი, 2 სანთელი, 3 სანთელი და ამათ შორის სიცარიელი, ხო? არის fair value gap-ი. და როგორ მოქმედებს რა შვება ან ეს არ დაიბნეთ ამ ვიქსეისკენ ხო არ დაიბნეთ ან ნახეთ სამ სანთელს შორის სიცარიელი ეს რატო ვიძახ იმიტომ რომ ხშირად არ რჩება ხოლმე ეს სიცარიელი აი მაგალითად აი ეს სანთლები ავიღეთ შეხედეთ აი ეს ორი სანთელი ერთმანეთს ზედიზედ არის იჯენილი ხო და აი რეალურად არ გამოვა ეს სიცარიელი აი აქაც რო შეხედოთ მარკეტზე რო გადახედოთ, ანუ რთულია რომ იპოვოთ, შეხედეთ, აი ეს ამ სანთლებს შეხედეთ. არა რეალურად რა, მაგ სამ სანთელს შორის სიცარიელი, იმიტომ რომ აი ეს ვიქები რაც არის, ხო? აი ეს ვიქები ფარავს მაგ სიცარიელს. აი ეგ სიცარიელი ვნახოთ კიდე სადა გვაქვს, აი აქ გვაქვს მაგალითად, აი ამ ვიქიდან, აი ამ ძირ ვიქამდე, ხო? ესეც fair value gap-ია. და რა აქვს მოვალეობა აი ამ fair value gap-ს, ხო? აი ეს გამოვხაზოთ და რა აქვს ამ fair value gap-ს მოვალეობა? ან ეს fair value gap-ები უნდა აღიქვათ როგორც წინააღმდეგობის ზონა. და რას გულისხმობ ამაში? ეს დავაწეროთ fair value gap-ია. წინააღმდეგობის ზონა არის ოღონდ ფასის მიმართ. ანუ შეხედეთ ფასი ავიდა ზემოთ და როდესაც ქვემოთ ჩამოვიდა, აი ამ სვანე ზონაში, ხო? ნახეთ როგორ რეაქცია დაიტოვა. ხედავთ? ანუ რო ჩამოვიდა ფასი ქვემოთ, შეეწინააღმდეგა და აატრიალა ზემოთ. აი ნახეთ ამ ჩამოსვლის მერე როგორ ატრიალა. აი აქაც გვერდზეც შეხედოთ, ფასი ჩამოდის ქვემოთ პოულობს რეაქციას, ანუ აქამდე ჩამოვიდა ფასი რეალურად. იმდენად შეეწინააღმდეგა, რომ აი შეხედეთ მე როგორ ავარდა ფასი ზემოთ. ხედავთ? ანუ ეს არის წინააღმდეგობის ზონა და ჩვენ უკვე როგორ ფიქრობთ ხოლმე, რომ აი აქ თუ ჩამოვიდა ფასი, ხო? დავაკვირდები, რომ ვიყიდო აი ამ ზონიდან. აი დაახლოებით ესე რა, რომ აი ეს თუ წინააღმდეგობის ზონა, ამას არ უნდა გადმოწდეს და გავლონგაოს რაღაც ზემოთამდე რა.
აი ფიქრობ რომ ჩემთვის აი ეს წინააღმდეგობის ზონა, ასევე კიდე მეგობრებო, რასაც უნდა დააკვირდეთ, fair value gap-ის 50%-იანი დონე რა. ანუ ეს ხო აი შავი ხაზი რაცა შუაში წერტილებით, ეგ არის 50%-იანი დონე, ან შუაზეა გაყოფილი და ეს რას გვეუბნება რა? თუ კი ბაზარი არის აღმავალი, ნახეთ, მაგალითად აი ესეთი, ხო? აი შევეთ დავხაზავ, აღმავალია ხო ბაზარი. შეხედეთ ახლა თუ ბაზარი, ანუ ეს ფასი ჩამოდის ტანით 50%-იანის ქვემოთ, ანუ აი ეს სანთელი რო ჩამოსულიყო ამის ქვემოთ, ტანით ოღონდ, ტანით რო დახურულიყო. გამოვიდოდა რომ, ანუ ეს მეუბნება რომ ეს მწვანე არეალი, ანუ ეს fair value gap-ი არ არის, ანუ კარგ წინააღმდეგობას არ უწევს აი ამ ფასს. მიხვდით? და არ არის სანდო ჩემთვის. თუ კი ტანით ქვემოთ იხურება. მაგრამ როდესაც ფასი ესე ჩამოვიდა აი აქამდე ქვემოთ, ბაზარი ნახეთ რა შვება, აი ეწინააღმდეგება თვითონ ეს fair value gap-ი და ატრიალებს ზემოთ ფასს და 50%-იანი ზემოთ ხურავს. ეს უკვე მეუბნება რომ ძალიან მაღალ წინააღმდეგობას უწევს ეს fair value gap-ი ამ ფასს და დავფიქრდებოდი რომ გამელონგა, ხო, აი ამ ადგილიდან. ლოგიკა არის აი ეგ, რომ შეწინააღმდეგების ზონა რომ აი ეწინააღმდეგება ფასს და ჩვენც აქედან გამომდინარე უკვე ვაკეთებთ ხოლმე ანალიზს და ისე ვთხრეიდოთ. ეხლა ნახეთ, აი რა კიდე მოვნიშნოთ სამ სანთელს შორის სიცარიელე და დავაკვირდეთ სადაც ქონდა. აი მაგალითად აი ეს მოვნიშნოთ, ეს პატარა. აი შეხედეთ, ეს ხო არის სამ სანთელს შორის სიცარიელე. ფასი ჩამოდის აქ, ნახეთ, ეხება ოდნავ და მიდის ზემოთ. ანუ ეს რეაქციას პოულობს უბრალოდ და მიდის ზემოთ, ხო? ეხლა კიდე რა მინდა რომ თქვა fair value gap-ზე, მეგობრებო, fair value gap-ს, ანუ რო აქვს 50%-იანი დონე, მაგას ქვია consequent encroachment-ი, რავი, სახელს მაინც გეუბნებით, თუ დაიმახსოვრეთ, ხო, კაი? მაგრამ არ გჭირდებათ, უბრალოდ ლოგიკა ის არის, რომ აი 50%-იანი ზემოთ თუ იხურება სანთელი, როგორც აი ეს ეშვება, ტანით ოღონდ, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი არეალი გვაქვს, ან ძლიერი fair value gap-ია, რომელმაც რეაქცია დაიტოვა და აქედან გამომდინარე ლონგი არის ვალიდური, რომ გავხსნათ ლონგი, ხო? ეს არის fair value gap-ი, ანუ სამ სანთელს შორის სიცარიელე, თუ ტანით იხურება აი ასე ქვემოთ, 50-იანის ქვემოთ დაიხურა, სადაც ახლა მაუსი მაქვს, ნიშნავს, რომ ეს არის შედარებით სუსტი fair value gap-ი, მაგრამ თუ კი ზემოთ დაიხურა, ნიშნავს, რომ ეს არის ძლიერი fair value gap. და ესე იგი კარგი რეაქცია ქონდა. ეს იყო fair value gap-ი. ეხლა მოდით ავხსნათ რა არის inversion fair value gap-ი, ხო? მოდით ნახოთ რამე კარგი მაგალითი, რა არის inversion fair value gap-ი. უცებ მოვძებნოთ. ეს არის. ნახეთ, ჩვენ ხო ვისწავლეთ, რომ fair value gap-ი არის სამ სანთელს შორის სიცარიელე, ხო? მაგრამ როდესაც ეს fair value gap-ი დადისრესპექტდება, ანუ მაგაში რას გულისხმობ, შეხედეთ, თუ კი fair value gap-ი, აი მოდით ახლა მარტივად რო გავიგოთ, გადავახვევ ამას. შეხედეთ, ანუ ეს ხო არის სამ სანთელს შორის სიცარიელე, ანუ ეს არის fair value gap-ი და ჩვენ რას ველოდებით ხოლმე, რომ როდესაც fair value gap-ი, ანუ ეს ფასი ქვემოთ ჩამოვა და დაღმავალი რადგან არის ტრენდი, აი აქ რო ატრიალდება, ჩვენ ველოდებით ყოველთვის რეაქციას, ხო, რომ ფასი როგორ დაიხურება და აქედან გამომდინარე უკვე ფიქრობთ, რომ უნდა შეეწინააღმდეგოს ეს არეალი და ქვემოთ გამოუშვას, ხო? მაგრამ
როდესაც ეგრე არ მოხდება და აი ამ ზონას გადაცდება ეს ზემოთ ჩახურავს ტანით ოღონდ მაგ დროს ვიძახით რომ fair value gap-ი დაადისრესპექტა ანუ პატივი არცა მაგრამ თუ კი ესეთ რამე შვება აი ქვემოთ ჩამოდის ხო ესე იგი ნიშნავს რომ დაარესპექტა ეხლა განვიხილოთ როდესაც დაადისრესპექტა ანუ პატივი არცა და გადაცდა ხო აი ხა გადავახვე ოდნავ ნახოთ აბა რა მოხდა აი ეგ აი ამ ადგილას ეხა 50%-იანი ზემოთ დახურა და ვიფიქრებდი რომ იცით რა შეიძლება იყოს ცოტა სუსტი ადგილი და სუსტი fair value gap-ი. ამიტომ დაველოდებოდი რას იზავდა ფასი, ხო? და აღარ ვიფიქრებდი იმას რომ აი ამ ადგილიდან გავყიდი მაგალითად და აი ესეთ რაღაცას არ ვიფიქრებდი. ამიტომ ჯერ ველოდები, ხო? მე ვნახოთ შემდეგმა სანთელმა რა ქნა. შემდეგი სანთელი პატარა იყო. ისეთი არაფერი ინფორმაცია არ მოუწია და აი აქ რო გადმოვიდა, შეხედეთ, ანუ ამას გადმოცდა ამ ადგილს, ხო? და უკვე აი ამ ადგილს გადმოცდა თუ არა, აი აქ, ხო? აი აქ რომ მივიდა სანთელი, შეხედეთ, ტანით გადმოცდება თუ არა, ნიშნავს, რომ დაადისრესპექტა. მაგრამ სანამ არ იყო გადმოცდარი, ან ვიქითაც რო გადაცდეს, აი ესეთი აი აქედან რო აი ესეთი რამე გაეკეთებინა, შეხედეთ, აი ესეთი ვიქი რო დაეტოვებინა, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ დაადისრესპექტა. მაგრამ, როდესაც ტანით ჩაიხურება ზემოთ, ხო, ეს უკვე ნიშნავს, რომ დაადისრესპექტა და აქედან უკვე მე ველოდები, რომ ქვემოთ რო ჩამოვა, მერე ისევ ზემოთ ატრიალდება და აი ასეთ რაღაცას გააკეთებს. მოდი ხა ამას წავშლი და ეხა inversion fair value gap-ს ხსნით და რას ნიშნავს inversion fair value gap-ი? ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არის FG ანუ ეს სამ სანთელს შორის სიცარიელი არის FG მაგრამ როდესაც სამ სანთელს შორის სიცარიელი დადისრესპექტდება ანუ პატივს არცემს და ტანით ზემოთ ჩაიხურება მაგას უკვე დავარქმევთ inversion fair value gaps და ეს როგორ მუშაობს inversion fair value gap-ი რას ნიშნავს რომ ეს დაადისრესპექტა ეს fair value gap-ი და ჩვენ უკვე ამ inversions ვიყენებთ რომ აი ზემოთ რო ავა და აქ ჩამოტრიალდება მე ჩვენ ლოგიკა იქნება რომ უნდა წავიდეს ზემოთ და აი შემოუტრიალდება ფასი ქვემოთ აქედან ვიფიქრებ რომ ფასი უნდა გაიზარდოს და შეწინააღმდეგება იქნება რომ ქვემოთ აღარ ჩაცდეს მიხვდით ან თუ კი ადრე იყო fair value gap-ი შეწინააღმდეგება ეხლა როდესაც inversion-ი გახდა inversion-ი უკვე ფასს ეწინააღმდეგება რომ ქვემოთ აღარ გამოუშვას აი ეს არის inversion fair value gap-ი და ვნახოთ ეხლა რა ქნა ფასმა გადავახვიოთ აი ჩამოვიდა ფასი inversion-ში 50-იანის ქვემოთ არის მაგრამ აი შეხედეთ ნახეთ რა ქნა გაუწია წინააღმდეგობა და წავიდა ფასი ზემოთ აი ეს არის inversion fair value gap-ი ანუ inversion fair value gap-ი არის დადისრესპექტებული fair value gap მოდით ეს გადავახვიოთ ეხლა ეს იყო inversion fair value gap-ი ეხლა მოდით ავხსნათ BPR-ი რა არის ხო balance price range-ი რა არის balance price range-ი არის ორი fair value gap-ის თანაკვეთა ერთმანეთში და რაიმე კაი ლამაზი მაგალითი ვნახოთ სადმე რომ მარტივი გასაგები რო იყოს თქვენთვის რა აი მოდით ნახეთ აი ეს ნორმალურია მაგალითია რა შეხედეთ ორი fair value gap-ის თანაკვეთას ანუ ეს ხო არის fair value gap-ი შეხედეთ ამ სამ სანთელს შორის სიცარიელე და აქაც ხო არის fair value gap
აი აქედან აი აქამდე. შეხედეთ რას გულისხმობ? ანუ ეს ორი fair value gap-ი კვეთს ერთმანეთს და აქ რო გამუქებულია მწვანე, ანუ ეგ რეალი უკვე არის BPR ზონა და ესეც როგორც fair value gap-ი ისე აღიქმება წინააღმდეგობის ზონა და როდესაც ჩამოტრიალდა, შეხედეთ რა მოხდა? აი ამ ზონაში რეაქცია დაიტოვა, ავიდა ზემოთ, მერე კიდე ჩამოდის, კიდე იმდენად ძლიერი შეწინააღმდეგების ზონა იყო, რომ კიდე ზემოთ აატრიალა, ხედავთ? და აი აქაც თუ შემოხედავთ, აი აქ კიდე ჩამოვიდა და აქაც აატრიალა. ამიტომ ეს fair value gap-ები რამე რენდომი არ არის, ძალიან ძლიერი წინააღმდეგობის ზონაა და ჩვენ სულ ესე ვიყენებთ ხოლმე fair value gap-ებს, ანუ ეს არის იმბალანსი და ზოგადად ეს იმბალანსი რას ნიშნავს რა? იმდენად ჩქარა იმოძრავა ფასმა, რომ ვინც ყიდულობდა და ყიდდა, იმისთვის ვერ შეძლო რომ სამართლიანი ფასი შეეთავაზებინა და აქედან გამომდინარე, ხო? მარკეტ მეიკერი ვინცაა ბაზრის შემქმნელი, აი მოდი დავხაზოთ ეხა მაგალითი რა. ბაზარი მოძრაობს ყოველთვის აი ასე რა. აი აქ იყოს fair value gap-ი და რა შვება ბაზარი, ნახეთ? აი აქ, აი აქედან, აი ზემოთ მხარეს რაც ავიდა ფასი, იმდენად ჩქარა იმოძრავა ფასმა, რომ მომხმარებლისთვის, ვინც ყიდულობს ხო, ან ყიდის, რეალური ფასის შეთავაზება ვერ მოასწრო, იმდენად ჩქარა გადაადგილდა და ეს სიცარიელი რადგან დარჩა, აი ეს fair value gap-ი, მარკეტ მეიკერი თვითონ ბაზრის შემქმნელი ვალდებული იყო, რომ აი ეს დაებალანსებინა და ფასი გაიხადა დაბალანსებული და იმბალანსით აღარ ყოფილიყო, მიხვდით? მაგას ნიშნავს, ანუ აი ეს ადგილები, აი სამ სანთელს შორის სიცარიელი, ნიშნავს, რომ ბაზარზე არის იმბალანსი, რაც უნდა დააბალანსოს უკვე მარკეტ მეიკერმა, ხო? და როდესაც ვიცით, რომ ესეთი რაღაცა ხდება, აი ამ დაბალანსების მერე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარკეტ მეიკერმა დააბალანსა ეს ადგილი და ვფიქრობთ, რომ უკვე შეუძლია, რომ ზემოთ თავისი ტრენდი გააგრძელოს და აქედან გამომდინარე ჩვენ რა ვართ ხოლმე აი მაგიტო ლონგის წევრები აქედან. აი მარკეტ მეიკერმა რა გააკეთა, აი მაგალითად swing high-ზე რა გროვდებოდა, როგორ გასწავლეთ? ანუ აქ იყო ფული, ხო, დაგროვებული. თუ ფულია აქ დაგროვებული, ბაზარი არის აღმავალი, აი აქ გაფართოვდა, დააბალანსა მარკეტ მეიკერმა და მე რა გააკეთა? შემდეგი მოძრაობა იცის, რომ აღმავალი ტრენდი ვარ და ფული არის დაგროვებული აქ, ხო? აი ამ ფულზე წავა დიდი ალბათობით და ჩვენი მოგება იქნება ხოლმე ესე, რომ აი შეწინააღმდეგების ზონიდან ზემოთ უნდა ავიდეს ფულის მოსახსნელად რა, ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, ბაზარი როგორც მოძრაობს. აი ეგ არის. ეხლა ვისწავლეთ ჩვენ fair value gap-ი, inversion fair value gap-ი და BPR ზონა კიდე, ხო? ანუ ორი gap-ის ერთმანეთში თანაკვეთა. ეს ვიდეო კიდე რო აღარ გამეწელოს და დიდი ხანი აღარ დაჭირდეს, უცებ ავხსნი volume balance რა არის? volume balance რა არის ხა? სანთელი თუ დააკვირდებით, ანუ სადაც იხურება, იქვე იხსნება და რას გულისხმობ? აი ეს მწვანე აღმავალი სანთელი დაიხურა აქ, ხო? და გაიხსნა აქვე. ეს დაიხურა აქ, გაიხსნა აქვე. აი ეს დაიხურა აქ, გაიხსნა აქვე, ხო? მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე ასეთი სიტუაციაც, რომ სადაც იხურება ხოლმე სანთელი იქ არ იხსნება, ან ოდნავ ზემოთ იხსნება, ან რაღაცა ეგეც აკეთებს და მოდი ეგეთი სიტუაციაც განვიხილოთ ბაზარზე, აი თუნდაც ეს. შეხედეთ, აი აქ, ნახეთ როგორი სიცარიელი დაგვიტოვა. პატარა სიცარიელია, მოდით კარგად დავაკვირდეთ. სადაც გაიხსნა, აი იქ არ დაიხურა. და ეს როგორც fair value gap-ი, ანუ ისეთი რაღაცა ვფიქრობთ, რომ
market makers მოუნდება ამის დაბალანსებას და ამას შეიძლება გამოიყენოს როგორც წინააღმდეგობის ზონა და აქედან წავიდეს ფასი. ეხლა კიდე რაც უნდა გითხრათ, თუ კი დაინახავთ ხოლმე ასეთ რაღაცას, ანუ volume imbalance და ასეთ სიცარიელეს ხოლმე შეხედეთ, ესეთ სიცარიელეს, ხო, ანუ სამსანთელს შორის სიცარიელეც არის და აი volume imbalance-იც ეს სანთლები ინიშნება ხოლმე ესე. ნახეთ? ხედავთ, ანუ აქ პატარა სიცარიელია და თან სამსანთელს შორის სიცარიელეც არის და თლიანად ინიშნება, რადგან თლიანია უკვე volume imbalance-ი. ანდაც თუ გინდათ აი დაღმავალის ვარიანტი ავიღოთ, აი ესე მოინიშნებოდა. შეხედეთ, აი ეს არის fair value gap, ოღონდ volume imbalance-თან ერთად ინიშნება ეს ორივე ერთად. და ეს რას მეუბნება ხოლმე ბაზარზე? volume imbalance-ებს კიდე რაში ვიყენებ? თუ კი volume imbalance-ებს მიტოვებს, აი აქაც პატარა volume imbalance-ია. თუ კი ბაზარი მიტოვებს volume imbalance, ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ბაზარი ნახეთ, სადაც იხურება, იქ ხო უნდა გაიხსნას ლოგიკურად, მაგრამ თუ იმის ზემოთ იხსნება, ნიშნავს ჩემთვის, რომ ბევრად ბულიში, ანუ ბევრად აღმავალია რა ტრენდი. აი აქაც დატოვა შეხედეთ. და ტრენდი, ანუ ბევრად აღმავალია და ძალიან ბულიშია, ანუ უნდა გავარდეს ფასი რა, ჩემთვის მაგის მანიშნებელია და ხანდახან მაგაშიც ვიყენებ ხოლმე და ამას ქვია volume imbalance. ეხლა ავხსნი კიდე მოდი თან აი ეს ვნახოთ, აი ეს არ შეხებია, მაგრამ კაი ადგილი volume imbalance-ის. ეხლა ავხსნი new day opening gaps, new week opening gaps და ამით დავამთავრებთ ჩვენ გადავიდეთ და ვნახოთ რა არის new day opening gap-ი. new day opening gap-ი არის უცებ რომ ვნახოთ ეს იქნება დაახლოებით ჩემი აზრით, ხო? და რა არის ეს? ხოდი ცოტა დაბალი დროის ჩარჩოში ჩავიდეთ, რომ კარგად დავინახოთ. X-იც არის ელი. სადი. შრომელია 2 წუთით შევამოწმოთ. ეს არის 16-იანობა. არა, ეს არის new week opening gap-ი. აი. საბაგო. აი ეს იქნება. შეხედეთ. აი ეს რა არის? შეხედეთ. დაჟე ესეც არა. ჩავთავ ამ ინდიკატორს, დაჟე ანუ ამ ინდიკატორითაც გეტყვით ეს რა არის და როგორ არის. new day open gap-ი. აი ხა ვნახოთ ჩვენი new day opening gap-ი სად გვაქვს, ხო? ანგლის გამოვთოთ ახლა. ან რა არის new day opening gap-ი? შეხედეთ ახლა ბაზარი ნახეთ როგორ მოძრაობს. ან ბაზარი ნახეთ რა შვება? ყოველ დღე როცა მოძრაობს, იკეტება ბაზარი დაახლოებით. ან დაახლოებით რა 17:00-ზე იკეტება და ამერიკის დროით ვიძახი, ოღონდ და 18:00-ზე იხსნება. და ანუ გამოდის რომ 1 საათი გვაქვს შესვენება ბაზარზე, ჩვენ ამ 1 საათის მოძრაობას ვერ ხედავთ ხოლმე და როდესაც გაიხსნება ბაზარი, ხანდახან რჩება ხოლმე ესეთი სივრცე, ხო, სიცარიელე, სადაც სანთელი არ არის და გამოტოვებული ადგილი. აი ამ ადგილს, როგორც fair value gap-ზე ვიყენებთ შეწინააღმდეგების ზონად, ზუსტად იგივენაირად ვიყენებთ. აქ თუ დაინახავთ, აი შემდეგში ფასი რო გაიხსნა, ავიდა ზემოთ, რეაქცია იპოვა და ოდნავ ქვემოთ დაიდროპა. შეხედეთ? აი ამ კიდე გავიმეოროთ, ბაზარი დაიხურა საღამოს 17:00-ზე და გაიხსნა 18:00-ზე. მერე რა შვება, რო გაიხსნა ზემოთ ატრიალდა, რეაქცია იპოვა და ჩამოვიდა, დაიდროპა ქვემოთ.
როგორც ფეარვალი უგეპიშება, ისეთ წინააღმდეგობა გაუწია და ჩამოვარდა ქვემოთ. იგივე პრინციპით ვიყენებთ აი ამ new day opening-ებს. ოღონდ ეს არის ერთი დღე რაც ხდება, ანუ ერთ დღეშივე ხდება ეს. გაიხსნა, აი ეს არის 22 რიცხვი, ხო? გაიხსნა ფასი, კი არა, დაიხურა ფასი 22-ში და 22-შივე გაიხსნა, ოღონდ 1 საათი ქონდა დასვენება. მაგრამ new week opening-ები, ნახეთ როგორი სიტუაცია. new week opening-ები არის აი ესეთი რაღაცა, აი აქ გვაქვს. მოდი ესეც მოვინიშნოთ და ეს რა არის? მაგალითად, კრიპტო ხო ყოველ დღე მუშაობს და არ ჩერდება, მაგრამ ფიუჩერსები ხა ჩვენ რაზეც ტრეიდობთ, ხო? ის მუშაობს მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით. და როდესაც შაბათი კვირა მოვა, ან არ მუშაობს ბაზარი, ჩვენთვის მიუწვდომელია, დაკეტილია ბაზარი და ხანდახან ისე ხდება, რომ იხსნება, აი ესეთი გეპები გვხდება და აი მაგორი დღის გავლილი რაც არის და ესეთი გეპი რო დაგხვდება ორშაბათ დღეს, ამ გეპებსაც ზუსტად იგივენაირად ვიყენებთ, აი ფიქრობთ, რომ აი ეს მიზიდული ადგილი იქნება, უნდა დააბალანსოს და რო დააბალანსებს, მაგის მერე ვიფიქრებთ, რომ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწია და 50%-იანი იმით რაც გასწავლეთ, მაგალითად, თუ ზემოთ იხურება, რეაქციას პოულობს, ვიფიქრებ, რომ აქედან უნდა ზემოთ წასვლა, მაგრამ თუ დაადის რესპექტა, უკვე ვიფიქრებ, რომ ქვემოთ უნდა წამოსვლა. ეს იყო ძალიან მარტივი ლოგიკა, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ გეპებით და ანუ შევაჯამოთ ეხლა რაც ახსენით ამდენ წლის განმავლობაში, ჩვენ გავიარეთ ლიკვიდობები, swing high, swing low რა იყო, equal high და equal low, low resistance და high resistance ლიკვიდობები, ანუ რა სახის იყო და როგორი კონდიციები აქვს, liquidity sweep-ი, liquidity hunt-ი ან run-ი, რავი, როგორც გინდათ, ისეთ დაუძახეთ. ანუ ეგ ლიკვიდობების სახეობები გავიარეთ. ახსენით fair value gap-ი, ანუ სამსანთელ შორის სიცარიელე, ხო? 50%-იანი დონე, consequent encroachment-ი, არც გჭირდებათ ეს სახელი, კიდევ ვიმეორებ. ვისწავლეთ, რომ თუ ტრენდი აღმავალია და fair value gap-ში ჩამოდის, უნდა წეს პატივი, მაგრამ თუ პატივი არცა, ანუ პატივისცემა რესპექტია, დაარესპექტას ვიძახით ხოლმე და თუ პატივი არცა, დაადის რესპექტა, ანუ ეხა ხო ვიცით, რომ ბულიშია, რადგან ფასი არის აღმავალი, აი შეხედეთ, ფასი არის აღმავალი, ანუ ბულიშია ფასი და როდესაც ამ გეპში ჩამოვა, ფიქრობთ, რომ ზემოთ ესე უნდა წავიდეს, ანუ თუ ეს ექნა დაარესპექტა, მაგრამ თუ ტანით გადმოცდა ამას ქვემოთ, დაადის რესპექტა ქვია. ეს მარტივი ლოგიკაა. ასევე გავიგეთ inversion fair value gap-ი რა იყო, ანუ inversion fair value gap მარტივად რო თქვათ ხოლმე, არის gap-ი, fair value gap-ი, რომელიც დადის რესპექტდა. PPR-ი გავიგეთ რა იყო, ორი fair value gap-ის თანაკვეთა. volume imbalance-ი გავიგეთ კიდე რა იყო, ანუ როგორ მუშაობს ყველაფერი და new day opening gap-ი, როდესაც ბაზარი იკეტება 17:00-ზე, ოღონდ ერთი დღის განმავლობაში ვიძახთ, მაგალითად, თუ დაიკეტა 27 რიცხვში, გაიხსნება იგივე დროს 27-შივე, ოღონდ ამერიკის დროით 17:00-ზე იკეტება და იხსნება 18:00-ზე, 1 საათია დასვენება და რადგან ჩვენ ვერ ხედავთ ხოლმე მაგ მოძრაობებს, ხანდახან ისე ხდება, რომ რჩება გეპები და ამ გეპებსაც ვიყენებთ როგორც იმბალანს, market maker-ს უწევს დაბალანსება და ვიყენებთ როგორც წინააღმდეგობის ზონად, ხო? და კიდე ახსენეთ new week opening gap-ი. New week opening gap-ი არის აი ეს. შეხედეთ, აი ქვემოთ დააკვირდებით 24 რიცხვია, ხო? აი ეს ბოლოს ანთელი რაც არის 24 რიცხვია Friday და ორშაბათს რო გაიხსნა 26 რიცხვია. ქვემოთ აწერია აი აქ. ანუ 26 რიცხვი გაიხსნა, ორი დღე არ მოძრაობდა მარკეტი
და გაიხსნა ასეთი გეპით და ამასაც ვიყენებთ იგივე პრინციპით რა. დღევანდელი გაკვეთილი იყო ეს. რავი, ჩემი რჩევა იქნება თქვენთვის, რომ მორჩებით ამ ყველაფერს, აი ძალიან დიდი მასალა. ეს არის ბეისიკები, თუ როგორ მოძრაობს მარკეტი, რატომ მოძრაობს, რომ ფული აიღოს თუ რისთვის მოძრაობს. ამიტომ გირჩევთ, რომ მორჩებით, ეს ყველაფერი გადაიტანეთ ჩარტზე, თქვენ ჩარტზე, ყველაფერი გამოცადეთ, რა არის დააწერეთ, ცოტა წაითამაშეთ და ნელ-ნელა ძალიან დიდი პროგრესი გექნებათ. პატარ-პატარა ნაბიჯებით ყოველ დღე შეეცადეთ, რომ 1%-ით უკეთესი იყოთ და ბოლოს რო გამოიხედებით, ძალიან დიდი გექნებათ გავლილი და აი მართლა თქვენი თავით იამაყებთ რა. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეხლავე აი რო მორჩები ამ ვიდეოს ყურებას, გადახვიდე და ეს ყველაფერი გადაიტანო. ძალიან დაგეხმარება. მე თავიდანვე გაგაფრთხილეთ, რომ ეს საქმე იქნებოდა ან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ თავზე სამუშაო და ძალიან უნდა დაიტვირთოთ თავი, რომ ეს ყველაფერი ისწავლოთ. თავიდან რთულია მართლა ათვისება, მაგრამ ამ ყველაფერს რო აითვისებ, აი ძალიან გიმარტივდებათ ყველაფრის ხედვა რა. რავი, მგონი რომ ჩემი მაქსიმუმია მოვწურე დღეს და თან დღეს მეგონა რომ ვიდეოს ვიწერდი, 1 საათიანი ვიდეო ტყილა ჩამიწერია, რაღაც კნოპკას დავაჭირე და გამეთიშა და ხელახლა ჩავწერე დღესვე. რავი, ცოტა დავიღალე, უკვე ვეღარ ვლაპარაკობ რა. მადლობას გიხდით ყურებისთვის, ბიჭებო, გოგოებო, რავი, ვინც უყურებთ და იმედია რაღაცაში მაინც დაგეხმარეთ რა. თუ მოგეწონათ, რავი, დაასაბსკრაიბეთ, მაგრამ ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ არც მჭირდება მეთქი, ამას ჩემი კეთილინებით ვაკეთებ, ისევ გეტყვით და მადლობას გიხდით ყურებისთვის და კარგად იყავით. დაგემშვიდობებით დროებით, შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ უფრო საინტერესო და ინფორმაციულ ვიდეოს. მადლობა და კარგად.